საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად, რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღეს ჩვენ მედიკამენტებზე და რეცეპტებზე ვსაუბრობთ. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. წამლები, რომლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება, რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ეტაპობრივ ცვლილებებს. ეტაპობრივი გადასვლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტია ფარმაცევტული პროდუქციის რეკლასიფიკაცია. ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსი ბატონი დავით მაჭარაშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. კიდევ ერთხელ, სანამ დავიწყებთ საუბარს, მანამდე მსმენელებს შევახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 99 292 11 ასევე გააქტიურდით სოციალურ ქსელში, ჩვენი მისამართია სოცდისკუსია რადიო იმედი. ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. ბატონ დავით, დავიწყოთ ჩვენი საუბარი. აქტიურად საუბრობენ საზოგადოებაში, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არაპოპულარული ენით ესაუბრება მოსახლეობას. რას ნიშნავს რეკლასიფიკაცია და დაიწყო თუ არა გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე უკვე რეცეპტის გაცემა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. არ ვიცი რატო თulis საზოგადოება რომ არაპოპულარულ ენაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ შევეცდები თქვენი გადაცემის მეშვეობით, რაც შეიძლება მარტივ ენაზე აუხსნა და გასაგებ ენაზე ვისაუბრო საზოგადოებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ეტაპებად არის დაყოფილი. ეტაპები არ ნიშნავს მხოლოდ რეცეპტის ვალდებულებაზე გადასვლას ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებების. ეს ეტაპობრივი ცვლილებები დაიწყო გასულ წელს, მიმდინარეობს ეხლაც და გაგრძელდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვემდე. როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის არის ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია. რეკლასიფიკაციას რაც შეეხება, გავმეორდები კიდევ და ახსნი მარტივ ენაზე, საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე, ეს ნიშნავს ფარმაცევტული პროდუქტის ამა თუ იმ ჯგუფში განთავსებას. ქვეყანაში არსებული ლოკალური ვითარებიდან გამომდინარე მოხდა გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების გადაჯგუფება, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის ფარმაცევტული პროდუქტების 3 ჯგუფი კანონმდებლობით. ეს არის პირველი ჯგუფი, ეს არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები. ისინი არის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები და როგორც მოგახსენეთ, მათთან გათანაბრებული. ასევე მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის გამოყენებაც დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე და მესამე ჯგუფია ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ექიმის დანიშნულების გარეშე სამკურნალო საშუალების ინსტრუქციის შესაბამისად. მოდით, რას ნიშნავს რეკლასიფიკაცია? როგორც მოგახსენეთ, ქვეყნის ლოკალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა გადაჯგუფება მედიკამენტების ერთი ჯგუფიდან მეორეში. გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტი მეორე ჯგუფიდან გადაინაცვლა მესამე ჯგუფში. ესე იგი, მოხდა ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობისთვის ამა თუ იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე, ოღონდ ეს არის ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც არ არის თქვათ საფრთხის რისკის შემცველი, რომ მათმა ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებამ რაიმე ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ასევე მოხდა გადატანა რიგი ფარმაცევტული პროდუქტის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში, მათზე უფრო გამკაცრდა კონტროლის რეჟიმები და მექანიზმები, ბერკეტები, ვინაიდან ამ მედიკამენტების გამოყენება ხდებოდა ბოროტად, იგივე ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ეგრეთ წოდებულ საფრთხე ნარკომანიაზე ჩვენ ქონდა მე მგონი თქვენთან გადაცემაში საუბარი და კიდევ გამეორდები. რეკლასიფიკაცია განხორციელდა ასევე თვითონ პირველ ჯგუფში, როგორც მოგახსენეთ, პირველ ჯგუფში გაერთიანებული არის ნარკოტიკების კანონით დამტკიცებული 4
ნუსხაში განთავსებული სამკურნალო საშუალებები, ასევე მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნივთიერებები და მათი შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლებზეც იგივე კონტროლის რეჟიმი ვრცელდება, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. რიგი მედიკამენტების გადანაცვლება მინისტრის ამ ბრძანებიდან მოხდა ნარკოტიკების კანონში, ეს არის კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის, ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებიდან, როგორც მოგეხსენებათ, ყუსტარულად მზადდება დეზომორფინი, ეგრეთ წოდებული კრაკადილი, რომლის გამოყენებაც მათ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, ძალიან პოპულარული ნარკოტიკი გახდა და ძალიან დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ეფედრინისგან, ფსევდოეფედრინისგან და ნორეფედრინისგან მზადდება ყუსტარულად ამფეტამინები, ეგრეთ წოდებული ვინტიჯეფი, რომელიც ინექციური გზით გამოიყენება და მათი შედეგებიც ჩვენთვის ცნობილია. ამ მედიკამენტების მიმოქცევა ხდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით, ლეგალურად ხდებოდა იმპორტი, ქვეყანაში შემოტანა, თუმცა აფთიაქები და მათი გაცემა ხდებოდა რეცეპტის გარეშე, ესე იგი გადინება ხდებოდა არალეგალურ არხებში და მათი უმრავლესობა მოიხმარებოდა ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. გარკვეულ სტატისტიკასაც მოვიყვან, ალბათ საზოგადოებისთვის ეს საინტერესო იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო გასულ წელს, მარტის თვიდან, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დასვა საკითხი, აღნიშნული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ბატონი დავით სერგეენკოს და ირაკლი ყარიბაშვილის თაოსნობით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით დაიწყო ამ საკითხის მოგვარების გზების ძიება. საჭირო იყო რაღაც გარკვეული სტატისტიკა, გაფორმდა მემორანდუმი ორ სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა ერთობლივ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ორივე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გადაკონტროლდა 27 ავტორიზებული აფთიაქი და მონაცემები მივიღეთ კატასტროფული. 27 აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გაცემული იყო დაახლოებით 3,5 მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. რაც სავალალო შედეგია. სავალალო შედეგი არის, ერთი ინექციის მოსამზადებლად 2,5 3 აბი არის სულ საჭირო და შედეგი რაც გვექნება სახეზე, რაც გვაქვს, კარგად ხედავთ. ასევე კანონმდებლობაში დაისვა საკითხი საკანონმდებლო ცვლილების, ზუსტად მოხდა ეს რეკლასიფიკაცია, რომ მინისტრის ბრძანებიდან გადავიდა კოდეინის შემცველები ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში, ხოლო ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და ნორეფედრინი ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში განესაზღვრა მათზე ოდენობები მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი და მათ არალეგალურ მიმოქცევაზე მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება ეს საკანონმდებლო ცვლილებები. ამ ეტაპზე წარდგენილი არის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ინიცირებით და მათზე გავრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო მიმოქცევასთან დაკავშირებით. აი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას დაემატა ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები, გარდა სიროფებისა მინიშნებულია ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი, რომლებიც მიეკუთვნებოდა ფარმაცევტული პროდუქტების მეორე ჯგუფს. ეს პრეპარატები გადაიტანეს პირველ ჯგუფში, ანუ ამ წამლებზე იქნება უფრო მკაცრი კონტროლი. რომ განუმარტოთ მსმენელებს, ეს ჩამონათვალი მედიკამენტების მკურნალობის რა ეტაპზე გამოიყენებოდა? რატო გახდა მათი სავალდებულო რეცეპტით გაყიდვის ნუსხაში ეს უკავშირდება სააფთიაქო ნარკომანიას? ეს უკავშირდება სააფთიაქო ნარკომანიას, მოდით ქრონოლოგიას მივყვეთ, ეტაპებზე საუბრობდით. პირველი ეტაპი ეს იყო, როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც 2014 წლის 1 იანვრიდან აკრძალული არასრულწლოვანებზე პირველი და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა. მეორე ცვლილებაზე ვისაუბრეთ ჩვენ, როდესაც თვითონ პირველ ჯგუფში განხორციელდა რეკლასიფიკაცია და მინისტრის ბრძანებიდან გადავიდა ნარკოტიკების კანონის ნუსხებში სამკურნალო საშუალებები, კოდეინი, ფსევდოეფედრინი, ნორეფედრინი და ეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები და მესამე ეტაპი არის ზუსტად ეს, რომ რეკლასიფიკაცია მეორე ჯგუფიდან მოხდა გადატანა 6 ნივთიერების ფარმაცევტული პროდუქტის პირველ ჯგუფში. ეს როგორც აღნიშნეთ არის
ბაკლოფენი, სავაჭრო დასახელებით ბაკლოსანი, კარგად ცნობილი, რომელიც ძალიან აქტუალურია და არათერაპიული დოზით თრობის მისაღწევად გამოიყენება ძალიან ხშირად. ბაკლოფენთან დაკავშირებით მინდა გარკვეული სტატისტიკა მოგიყვანოთ. 2012-2013 წლებში იმპორტირებული 126 მილიონი ტაბლეტი, რომელიც რეალური პაციენტური რიცხვია და არანაირად არ ჭირდება საქართველოს მოსახლეობის რეალურ პაციენტებს. იგი ძირითადად გამოიყენებოდა არა მკურნალობის მიზნით, არამედ არათერაპიული დოზით ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. მეორე ნივთიერება არის გაბაპენტინი, მაგალითად გაბაგამა, ეგრეთ წოდებული გრიმოდინი, ტებანტინი, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ძალიან ხშირია მათი მოხმარება არასრულ წნულებში და ისიც არათერაპიული დოზის მიღებისას გამოიყენება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. არის დექსტრომეტორფანის შემცველ კომბინირებულ პრეპარატებზე საუბარი. ეს არის მაგალითად მაგიტუსი, რომელიც ასევე აქტუალურია და ძალიან დიდი რაოდენობით იღებენ, რომ თრობას მიაღწიონ. არასრულ წნულებში ძალიან ხშირი გვაქვს მსგავსი შემთხვევები. არის ზოპიკლონი, მაგალითად სომნოლი, არის ზალეპლონი, ეგრეთ წოდებული ანდანტე, ყველასთვის ცნობილი, ალბათ რა შედეგები მოგვიტანა ანდანტეს არათერაპიული დოზით მიღებამ საზოგადოებისთვის. ნარკოლოგებიც საუბრობენ ამაზე, საუბრობენ და არის ტროპიგამიდი. მოკლედ ეს ნივთიერებები გადატანილია მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში. რას გვაძლევს, რა პრევენციული ღონისძიება ეს და რა შედეგებს ველით ამ ცვლილებით, ამ რეკლასიფიკაციით. ყველა აფთიაქს არ ექნება ამ სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის უფლება. გავს პირველ ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ და მასთან გათანაბრებულ აფთიაქებს. მეორე, მათ იმპორტ-ექსპორტზე დაწესებული არის შეზღუდვა. მათი იმპორტ-ექსპორტი უნდა განხორციელდეს შესაბამისი საიმპორტო ან საექსპორტო ნებართვის მოპოვების შემდეგ, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანო და წინა ცვლილებაზე ნარკოტიკების კანონში ზუსტად განხორციელდა კიდევ ის ცვლილება, რომ დადგინდა ქვეყნის შიდა კვოტა და უკვე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფლება ჩაერიოს იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაში, რათა მას არ შემოატანინოს ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანას რეალურად არ ესაჭიროება. ეხლანდელი მოქმედი კანონმდებლობით მარეგულირებელ ორგანოს არანაირი უფლება არ აქვს რაიმე კორექტირება შეიტანოს იმ ნივთიერებების იმპორტთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო კონტროლს არ ექვემდებარებიან. აი ეს ცვლილება ზუსტად მეორე ეტაპი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გონივრულად განისაზღვროს თქვათ რა რაოდენობა ესაჭიროება ქვეყანას რეალურად პაციენტებს და არ დაუშვათ არა საჭირო რაოდენობის იმპორტი და შემოდინება ქვეყანაში. მესამე კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიება ამ მედიკამენტების აფთიაქიდან გაცემა უნდა მოხდეს ფორმა 2 ნომერი 2 სარეცეპტო ბლანკით, რომელიც მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. რეცეპტი თავის მხრივ სამედიცინო დაწესებულებებში აღირიცხება რამოდენიმე სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. ეს არის ჟურნალი, ეს არის პაციენტის თქვათ ამბულატორული ან სტაციონარული ბარათი, სამედიცინო დოკუმენტაცია პაციენტის და აფთიაქში ინახება 3 წლის განმავლობაში ეს რეცეპტი და მედიკამენტების აღრიცხვა მიმდინარეობს რეგულირების სააგენტოს მიერ დამოწმებულ საგნებრივ რაოდენობით აღრიცხვის ჟურნალში. ასევე აფთიაქები ვალდებულები არიან, რომ ყოველთვიურად სამინისტროს მოაწოდონ ინფორმაცია ამ მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. ეს არის მიღება, გაცემა თვის განმავლობაში და რამდენი დარჩა თქვა თვის ბოლოს ნაშთი. ყოველივე ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კაცრად იქნას გაკონტროლებული მსგავსი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევა, რისის შესაძლებლობაც არ ქონდა აქამდე. მინისტრის ბრძანება ამოქმედა 24 იანვარს, 14 იანვარს მოაწერა ხელი და გამოქვეყნდა საკანონმდებლო მასალაში და გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს ამოქმედა. დღის მდგომარეობით, მოკლედ მათზე ვრცელდება კონტროლის იგივე რეჟიმები, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და მარტიდან, როგორც მოგახსენეთ, კაცრად გაკონტროლდება მათი იმპორტის საკითხები და გარკვეული კორექტირებები შევა იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებში. დიახ, ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ მედიკამენტებზე და რეცეპტებზე და მსმენელი გვყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ.
მოგესალმებით, თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. გამარჯობათ გენცვალეთ. გამარჯობა. მე მაინტერესებს წნევის წამლებთან დაკავშირებით თუ გავრცელდება ეს შეზღუდვა. დიახ, რომელ წამლებთან მაინც? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს საკმაოდ აქტუალური შეკითხვა არის, როდესაც თქვათ ქრონიკულად წნევა აწუხებს ადამიანს. ამ შემთხვევაში ჩემზე თუ გავრცელდება თქვათ ეს რეცეპტი სავალდებულო იქნება თუ არა, როგორც ვიცი, გრძელვადიანი რეცეპტი გაიცემა ამ შემთხვევაში. რომ განუმარტოთ მსვენელებს, შეიზღუდება თუ არა წნევის მედიკამენტები. კარგით, გადავედით უკვე მესამე. მომდევნო დიახ. ეტაპებზე, რაც განსახორციელებელია, კონკრეტულად ხალბატონს უპასუხებ, რომ წნევის წამლებზე გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება არა ის რეჟიმები, რაზეც ჰქონდა გადაცემის პირველ ნაწილში საუბარი, გავრცელდება ფორმა 3 რეცეპტი, არ იქნება რაუნატინზე, მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ, რეცეპტის ვალდებულება, ფორმა 3 რეცეპტი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, თუმცა ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, გათვალისწინებული იქნება გრძელვადიანი რეცეპტები და ექიმს მიეცემა უფლება, ვთქვათ, რომ ერთი რეცეპტის ბლანკზე გამოწეროს რამოდენიმე თვიანი, 6 თვიანი, ვთქვათ, მარაგი პაციენტის საჭიროებისთვის და პაციენტს უფლება ექნება ამ 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა აფთიაქში რამდენი შესაძლებლობაც ექნება ამ სარეცეპტო ბლანკით შეიძინოს ის რაოდენობა წნევის დამწევის სამკურნალო საშუალება. აქ გამომდინარე აქედან არანაირი პრობლემა არ შეექმნება, როგორც მოგეხსენებათ, ახლა რამოდენიმე თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი, ამ პირიქით ექიმის ვიზიტი პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად სავალდებულოა. შესაძლებელია საჭიროება გახდეს ან მედიკამენტის შეცვლის, ან დამატების რაღაც სხვა სამკურნალო საშუალების, ასე რომ პაციენტს, რომელსაც ეს საჭიროება სისტემატიურად ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალება, წნევის დამწევის სამკურნალო საშუალება, პრობლემა მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით და რეცეპტთან დაკავშირებით არანაირი არ იქნება, როგორც მოგახსენებთ კიდევ განმეორდები, ეს არის ფორმა 3 რეცეპტი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, როგორც ფორმა ნომერი 1 და ფორმა ნომერი 2 და შესაძლებელია ექიმმა ერთი რეცეპტის ბლანკზე გამოწეროს რამოდენიმე თვიანი მარაგი პაციენტის საჭიროების. თავის მხრივ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე გზის, რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში შეიძინოს რეცეპტზე გამოწერილი რაოდენობა. დიახ, და გადავიდით მესამე ჯგუფის კატეგორიის მედიკამენტებზე, სადაც არ არის სავალდებულო რეცეპტის გამოწერა ექიმის მხრიდან. 5000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია. 5000 მედიკამენტამდე ურეცეპტოდ გაიცემა, ასე რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია უმთავრესი, რომ იმ პირველად მოხმარების სამკურნალო საშუალებებზე პაციენტებს არანაირი შეზღუდვები არ ექნება, თუ მესამე ჯგუფში გაერთიანებული არის ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის თქვათ სიცხის დამწევი, ტკივილ გამაყუჩებელი, მარტივ ტკივილ გამაყუჩებელზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ასევე თქვათ ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა იქ არის 2 ჯგუფი, რომელიც ფორმა 3 რეცეპტს და 2 ნივთიერება, რომელიც ფორმა 3 რეცეპტს დაექვემდებარება, დანარჩენი ურეცეპტოდ გაიცემა, ვიტამინების ნაკრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სამკურნალო საშუალების შეძენა აფთიაქიდან შესაძლებელი იქნება ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, რომელიც საჭიროა თქვათ პაციენტისთვის პირველად დახმარების აღმოსაჩენად. ანუ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს, იმიტომ ნიმესილს იყიდიან რეცეპტის გარეშე. ნიმესილთან დაკავშირებით კონკრეტულად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების, ეს არის ტაბლეტი არა საინექციო საშუალებებზე, იმიტომ რომ საინექციო ფორმები ყველა იქნება მოხვედრილი გარდა გამოხდილი წყლისა, თქვათ ნატრიხლორისა, ყველა მოხდება დაექვემდებარება რეცეპტის ინსტიტუტს და ტაბლეტირებულ ფორმებს რაც შეეხება და მაინც ნიმესულიძე თუ გვექნება საუბარი, ну იქ გარკვეული რაღაც კეტოპროფენთან, დიკლოფენაკთან დაკავშირებით, თქვათ იგივე იბუპროფენთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აბსოლუტურად არ ექნება პაციენტს, შეუძლია აფთიაქიდან შეიძინოს ურეცეპტოდ. დიახ, რაც შეეხება საანესთეზიო საშუალებებს. ესეც არის ერთ-ერთი ეტაპი ცვლილებების
მოქმედი კანონმდებლობით არსად არ არის განსაზღვრული ზოგადად საანესთეზიო საშუალებების და პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტების გაცემის წესი და რეჟიმი. მოკლედ ბევრ აფთიაქში დევს ეს სამკურნალო საშუალებები და იგი ხელმისაწვდომი არის საცალო მომხმარებლისთვის. ამ ეტაპზე დაგეგმილია და პროექტი არსებობს ცვლილება და მსგავსი მედიკამენტების გაცემა მოხდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებზე, ვინაიდან პაციენტები სახლის პირობებში, ვთქვათ, ვერანაირად ვერ გამოიყენებენ ამ სამკურნალო საშუალებებს და რისკი მათი ბოროტად გამოყენების ძალიან დიდია. ეს მსგავსი სამკურნალო საშუალებები აფთიაქიდან გაიცემა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებზე, ბითუმად, ვთქვათ, ან რომელიმე სხვა ფარმაცევტულ დაწესებულებაზე ბითუმი მიმოქცევა, ისე რომ მოხდეს საცალო რეალიზაცია უშუალოდ მომხმარებელზე, ეს აიგრძელება. ესეც ერთ-ერთი ეტაპი არის და ესეც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიას, რომელიც ძალიან აქტუალურია და შეიძლება ითქვას, რომ ჭარბობს მისი აქტუალურობა რაციონალურ ფარმაკოთერაპიას. არადა რეცეპტის ინსტიტუტი ძირითადად მსოფლიოში რაციონალურ ფარმაკოთერაპიას ემსახურება. საქართველოში ორი უმთავრესი პრობლემა გვაქვს. დიახ, ბატონო დავით მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მაინტერესებთ, როდის იქნება წამლების სრული სია რეცეპტით გამოსაწყვეტი. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს სია სავარაუდოდ რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზეც დაიდება ალბათ. დაიდება აუცილებლად, რაც შეეხება პირველ ჯგუფის სია არსებობს. კიდევ მინდა შევახსენო მსმენელს, რომ იგი გაწერილი არის ნარკოტიკულ საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში 4 სია არსებობს. ეს არის 2 ნარკოტიკული საშუალებების, 1 ფსიქოტროპული ნივთიერების და 1 პრეკურსორების. ასევე არსებობს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ნომერი 22 ენი ბრძანება, რომელშიც ნუსხა ჩამოთვლილია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარა, რომ სამკურნალო საშუალებებთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებისა, რომლებშიც მოხდა ეს 6 ნივთიერება. ხო, მესამე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა დღეის მდგომარეობით, თქვათ, გაწერილი არის საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ნომერ 331 ენ ბრძანებაში და დანარჩენი ყველა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ეს მედიკამენტები რაოდენობრივ და სავაჭრო დასახელებების მიხედვით პერიოდულად სისტემატიურად განიცდის ცვლილებას, ვინაიდან ან ემატება ახალი სახელწოდებით დაეშვება საქართველოს ბაზარზე, ან რიგ მათგანს გაზდის რეგისტრაციის ვადა და მათი მიმოქცევა საქართველოს ბაზარზე უკვე დაუშვებელია და ზუსტი ნუსხა მესამე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტების გამოქვეყნებული იქნება, როგორც თქვენ ბრძანეთ, რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე და ყველა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ეტაპობრივად განხორციელდება, ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. დაიდება როგორც სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე რეგულირების სააგენტოს. და ასევე მედია საშუალებებით აქტიურად ჩავერთვებით და ჩვენც გამოვაქვეყნებთ ამ სიას ეტაპობრივად. ბატონო დავით, მე მაინტერესებს თვითონ ოჯახის ექიმისთვის თუ იქნება რაიმე მედიკამენტზე შეზღუდვა, რომელიც არ შეიძლება, თქვათ, გაიწეროს რეცეპტის სახით. არის არც ერთ ექიმს არ ეგრძალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში რომელიმე სამკურნალო საშუალების გამოწერა. პირდაპირ არის ეს კანონმდებლობით დაშვებული, რომ შესაბამის სერტიფიკატის მქონე ექიმს უფლება აქვს გამოწეროს, თქვათ, როგორც პირველი ჯგუფის სამკურნალო საშუალებები, ასევე მეორე, მესამე ჯგუფის სამკურნალო საშუალებები. თუ კი ოჯახის ექიმი ჩათვლის, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების დანიშვნა და მას არ ესაჭიროება, ვთქვათ, სხვა პროფილის ექიმის უფრო ვიწრო სპეციალიზაციით კონსულტაცია, არანაირად არ იზღუდება ოჯახის ექიმი. თუ კი ის თვლის საჭიროდ, რომ საჭიროა ვიწრო სპეციალიზაციის ექიმმა გაუწიოს კონსულტაცია პაციენტს, მაშინ მიმართვით გააგზავნეს. დიახ, კიდევ ერთი მსმენელი ყავს ხაზზე. სამწუხაროდ გაითიშა მსმენელი. ბატონო დავით, ჯარიმებს რაც შეეხება, ჯარიმებზე რო ვისაუბროთ, თუ კი აფთიაქი დაარღვევს, თქვათ, მოთხოვნებს. გაწერილი არის სწავლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში, როგორც მოგეხსენებათ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის
მიმოქცევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახელი თქვათ გაცემის წესის დარღვევასთან რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით პირველ ჯილზე არის 6000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში ერთ წლის განმავლობაში 12000 ლარი. მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით ეს არის 500 და 1000 ლარიანი თქვათ განმეორებით შემთხვევაში. ასე რომ ეს სანქციები გაწერილია ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში სამჯერ ანუ უფრო მეჯერ დაფიქსირებული სამართალდარღვევის შემთხვევაში დგება საკითხი დაწესებულებაზე საქმიანობის უფლების ჩამოთმევასთან დაკავშირებით, ნებართვის გაუქმებასთან ან საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დიახ, მსმენელი გვყავს ისევ ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. მეც მოგესალმებით და მაინტერესებს. მე ვიყავი ფსიქოლოგთან თბილისში 6 წლის წინ, მაქვს ძილის დარღვევა და ვერაფერი ვერ გაიგო საიდან და როგორ. აი ფსიქოლოგმა მირჩიეს რომ მოგამა. რომელსაც ხმარობ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეხლა უკვე შემექნა პრობლემები. ქალბატონო, ერთი ჩემი ოჯახის ექიმი ამას არ წერს. ვისთან უნდა მივიდეთ? ან თუ ფასიანი იქნება ეს მისვლა და როგორ შეიძლება რომ დიახ, თქვენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ბრძანდებით მონაწილე ხართ ამ პროგრამის? მე ვარ ალდაგის დაზღვევაში, სადაც თვითონ მაგ პრეპარატი არ არის. დიახ. ხომ და ისინი თვითონ არ წერენ, მაგინი წერენ მხოლოდ generic თემის მედიკამენტებს და აი როგორი იქნება ჩვენმა ერთ ხალხის საქმე, აი ეს მაინტერესებს. დიახ, კიდევ ერთი არა, მსმენელი აღარ ვყავს ხაზზე. ბატონ დავით, ამ ქალბატონს გავიგესო გამაზე იყო საუბარი რა. არანაირი შეზღუდვა, როგორც აღნიშნეთ ამ თემაზე თქვენ დამისვით ეს შეკითხვა ოჯახის ექიმს არანაირი შეზღუდვა არ აქვს, ის თუ კი ჩათვლის თან მით უმეტეს ქალბატონს ქონია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ მან თქვათ ფსიქოლოგთან გაიარა კონსულტაცია და ჩათვალა თქვათ ფსიქიატრთან გაიარა და ჩათვალა თქვათ რომ დანიშნა ეს მედიკამენტი, აქვს უფლება ოჯახის ექიმს ჩვეულებრივად შესაბამის რეცეპტის ბლანკზე გამოუწეროს ეს სამკურნალო საშუალება და გასცეს თუ კი ოჯახის ექიმი ჩათვლის რომ განმეორებით ესაჭიროება რაღაც ვიწრო სპეციალიზაციით რომელიმე ექიმის კონსულტაცია, იმშოთ ეს არის ექიმის გადასაწყვეტი. არანაირად არ იზღუდება ოჯახის ექიმი ამა თუ იმ სამკურნალო საშუალებას. და ქალბატონი ამბობს რომ თვითონ ალდაგში ვარო დაზღვეულიო და თვითონ ამ სადაზღვეო კომპანიაში ეს დასახელება მედიკამენტის არ არისო ნუსხაში შესულიო და ამ შემთხვევაშიო ვერ მიწერსო ოჯახის ექიმი. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო? ოჯახის ექიმი ვერ ხვდები, არანაირად არ არის ოჯახის ექიმი რა შეზღუდული ამაზე. ეს არის ფინანსდება თუ არ ფინანსდება, ალბათ ესა თუ ის სამკურნალო საშუალება იმასთან დაკავშირებით და ეს უკვე ანაზღაურებადია თუ არა, დიახ. სადაზღვეო კომპანიასთან ურთიერთობის საკითხია, რომელზეც მე ვერ გავცემ პასუხს. ეს სავარაუდოდ მედიაციის სამსახურთან არის გასარკვევი. თუმცა ოჯახის ექიმი არ არის შეზღუდული რომ გამოწეროს ეს სამკურნალო საშუალება შესაბამისი რეცეპტის ბლანკზე. დიახ. ბატონ დავით, ბოლო შეკითხვას დაგისვევთ, დღეის მდგომარეობით რამდენ მედიკამენტზე გაიცემა უკვე რეცეპტი? 1 სექტემბრიდან უკვე საყოველთაოდ აი სარეკომენდაციო ხასიათის ეტაპები ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია აღნიშნული საკითხის 17 იანვარს იყო ეს პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იყო სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები და რეკომენდაციის სახით დავყავით 4 ეტაპად მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტ ის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ვალდებულება ვინაიდან კანონმდებლობაში წერია წამსა და ფარმაცევტულ საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში რომ ფორმას ამი რეცეპტი მეორე ჯგუფზე ვალდებულება ამოქმედება 1 სექტემბრიდან. დიახ. თუმცა რაღაც გარკვეული სტატისტიკის შესაგროვებლად შევთავაზეთ ჩვენ ეს 4 ეტაპი. პირველ ეტაპზე ვთქვათ 1 თებერვლიდან გაწერილი არის ფარმაკოლოგიური ჯგუფების ანატომიური თერაპიული კლასიფიკაციის მიხედვით ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც რისკის შემცველია, რომ გამოყენებული იქნას ნარკოტიკული თრობისთვის. მეორე ეტაპზე 1 აპრილიდან შეთავაზებული არის ისეთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც პაციენტი თვით მკურნალობით ვერანაირად ვერ მოიხმარს. ეს არის თქვათ ონკოლოგიური პრეპარატები, ეს არის თქვათ იგივე სტეროიდული ჰორმონები, ეს არის თქვათ უროლოგიური, გინეკოლოგიური სამკურნალო საშუალებები.
მესამე ეტაპზე უკვე შეტანილი არის ანტიბიოტიკები, რომლებიც 1 ივნისიდან ვთხოვთ ჩვენ, რომ დაექვემდებაროს ფორმას ამ რეცეპტს. ხოლოდ საინექციო და საინფუზიო ხსნარები და არა ტაბლეტირებული და ბოლო ეტაპზე არის უკვე გადასული გულსაფრთხო დაავადების და ანტიბიოტიკების თქვათ პეროლული გზით მისაღები ფორმები. მაქსიმალურად გვინდა ხელი შეუწყოთ მოსახლეობას, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე არ დადგეს, პლუს ჩვენ ამ რეკომენდაციის აქ არ ექნება მანდატორული ხასიათი თქვა და არ გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიებები 1 სექტემბრამდე, მაგრამ სტატისტიკაა ჩვენთვის საჭირო თუ საზოგადოება როგორ შევდგა და პლუს კიდევ ვაძლევთ საშუალებას სამედიცინო და ფარმაცევტულ პერსონალს, რომელიც გადაჩვეულია რეცეპტის ინსტიტუტს რამოდენიმე წელია კი მიეჩვიოს ამ კულტურას და დაინერგოს საქართველოში ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. მე შევახსენებ მსმენელებს, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსი ბატონი დავით მაჭარაშვილი. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე.